პუტინის რუსეთი, ანა პოლიტკოვსკაია. უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია ნოვაია გაზეტას სპეციალური კორესპონდენტი იყო. ის უშიშრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. მან ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი. უფრო მოგვიანებით კი უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა. იმ ტერორზე ქვეყანაში რომ სუფევდა. ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ დოკუმენტური რომანი პუტინის რუსეთი 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორი პუტინის რუსეთში მოქალაქეების ყოფის შესახებ მოგვითხრობს. ნამდვილი ისტორიების მაგალითზე ფაქტებით გვიჩვენებს იმას, თუ როგორ არაფრად უღეს რუსულ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები როგორ იბადება და იკვებება სისასტიკე და ბოროტება პუტინის რეჟიმში. ანა პოლიტკოვსკაიას სიმართლის სამსახური საბოლოოდ სიცოცხლის ფასად თავად დაუჯდა. ის წიგნის გამოცემიდან 2 წელიწადში რუსეთის მიერ ხელდასმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას 2006 წლის ოქტომბერში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. 2014 წელს მისი მკვლელობისთვის 5 ადამიანი დააკავეს, თუმცა ბრჭყალებში ვერ მოხერხდა შემკვეთის პოვნა. პუტინის რუსეთი ითარგმნა და გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, შვედეთში და საქართველოში, ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში. ცხადია, რუსეთში წიგნად არასდროს გამოცემულა. შეგახსენებთ, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოში. კვლევმა მას 4ჯერ ესროლა პირდაპირ და შემდეგ საკონტროლო გასროლის სახით თავში. მაშინ, როცა პოლიტკოვსკაია ლიფტში შევიდა. ადგილზე იპოვეს მაკაროვის ტიპის იარაღი და ბაზნები. უფლებადამცველი ორგანიზაციები და დემოკრატიული დასავლეთი თავისუფალი სიტყვისათვის მებრძოლი პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში პუტინის რეჟიმს ადანაშაულებს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.